სიმამაცის ყვავილი. ერთი მრავალსართულიანი სახლის სხვადასხვა სადარბაზოსა და სხვადასხვა სართულზე ცხოვრობდა 4 მეგობარი. ერთმანეთთან ძალიან ახლოს და მათთვის რომ გეკითხათ ძალიან შორს, რადგან ყოველ საღამოს თავიანთ ბინებში უწევდათ დაბრუნება. ეს ამბავი მეგობრებს ძალიან ასევდიანებდა და ყოველ ღამე ერთმანეთს ისეთი ამბით ემშვიდობებოდნენ, თითქოს დასაძინებლად კი არა, შორეულ ქვეყნებში მიდიოდნენ. დილით კი ისეთი სისწრაფით მიირთმევდნენ საუზმეს, რომ ზოგ ლუკმას პირდაპირ დაუღეჭავადაც ყლაპავდნენ და სათამაშოდ ეზოში მირბოდნენ. ახლა ალბათ ელით ამბავს იმაზე, თუ როგორ დაქროდნენ ბავშვები ეზოში დაჭერობანას თამაშისას, ან ბურთის დევნაში და ყიჟინით ავსებდნენ არემარეს, მაგრამ არაფერი მსგავსი. როგორც წესი, თეკლე, მარიამი, ტასო და ლუკა ეზოში გრძელ სკამზე ჩამოსხდებოდნენ და ტელეფონებში თავჩარგულები ერთად დათან ცალ-ცალკე თამაშობდნენ საყვარელ ციფრულ თამაშებს. დროდადრო ერთმანეთს სახალისო ვიდეოებს და ფოტოებსაც უზიარებდნენ, გულიანადაც იცინოდნენ, მაგრამ ძირითადად მაინც წყნარად ისხდნენ სკამზე. ოღონდ ეს ჩვენი ბავშვები ზარმაცები და უსაქმურები არ გეგონოთ. როცა ეს ამბავი მოხდა, საზაფხულო არდადეგები ჰქონდათ და ისინი თავიანთ ნებაზე იყვნენ მიშვებულნი. როგორც უკვე იცით, ბავშვები არამხოლოდ კარგი მეგობრები, ერთმანეთის მეზობლებიც იყვნენ. სახლს, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, 3 სადარბაზო ჰქონდა. თეკლე პირველ სადარბაზოში ცხოვრობდა მესამე სართულზე. მარიამი მეორე სადარბაზოში იყო პირველ სართულზე. ტასო და ლუკა კი კარის მეზობლები იყვნენ. ერთი საერთო კედელი ყოფდათ და მესამე სადარბაზოში მეხუთე სართულზე ცხოვრობდნენ. ბოლო რამდენიმე დღე ბავშვების ჩვეული დილიას ლუკას უცნაური საქციელი არღვევდა. დათქმულ დროზე გაცილებით გვიან ჩამოდიოდა ხოლმე ეზოში მეგობრებთან და არც ძველებური ენთუზიაზმით უერთდებოდა მათ თამაშებს. გოგონების შეკითხვაზე პასუხს აგვიანებდა. გეგონებოდა რაღაცაზე ჩაფიქრებული იყო და ვერ იგებდა, რომ მას მიმართავდნენ. როგორ არ სცადეს მეგობრებმა მისი შეცვლის მიზეზის გაგება, მაგრამ ლუკა ყოველ ჯერზე რაღაცას წაიბურტყუნებდა ხოლმე და ირწმუნებოდა არაფერი მჭირსო. ერთ დილით თეკლე და მარიამი უკვე ეზოში ისხდნენ გვერდიგვერდ ტელეფონებით, მაგრამ თამაში ჯერ არ დაეწყოთ. იმიტომ რომ ამჯერად უკვე მათი ორი მეგობარი იგვიანებდა უჩვეულოდ. როგორც იქნა, სადარბაზოდან დასევდიანებული ტასო გამოვიდა. მეგობრებს მიუჯდა და ისე ამოიხვნეშა, იფიქრებდით გული ამოაყოლაო. ბავშვებმა მიზეზი ჰკითხეს და ლუკა მოიკითხეს, სად არისო. ხომ გახსოვთ ტასოს და ლუკას ბინებს, ერთი კედელი რომ ყოფდა. ხო და ტასოს უფრო ადრე შეეტყო ახალი ამბავი. თურმე რამდენიმე ღამე ლუკა ვერაფრით იძინებდა. მშობლებს საძინებელში შუქის ჩაქრობის ნებას არ აძლევდა და ოთახში მარტო დარჩენის ეშინოდა. წინა ღამით კი ეგონა, რომ საწოლის ქვეშ მონსტრი იყო და რადგან მის გარდა ვერავინ ხედავდა, ნაწყენი და შეშინებული ატირებულა. ბოლოს ექიმი გამოიძახეს და იცით რა მოხდა? იკითხა ტასომ. არც წამალი დაუნიშნა და არც კლინიკაში წაიყვანა. უბრალოდ ელექტრომოწყობილობები აუკრძალა და სუფთა ჰაერზე ყოფნა გამოუწერა. ამიტომ მშობლებმა სოფელში გადაწყვიტეს ლუკას წაყვანა. ცოტა ხანში ჩამოვა და დავემშვიდობოთ. დაამატა გოგონამ. თეკლეს და მარიამს ლუკა შეებრალათ, მაგრამ არც ის გამოჰპარვიათ, რომ ტასო ტელეფონის გარეშე იყო და სახლში დაგრჩაო შეახსენეს. მაგრამ კიდევ ერთი ამბავი გაიგეს. გოგონას სულაც არ დარჩენია ტელეფონი სახლში. ლუკას ამბის შემდეგ ტასოს მშობლები შეშფოთებულან და შვილისთვის უთხოვიათ სხვა გასართობი მოეძებნა. რატომ? შენს გეშინია სიბნელის და მონსტრების და ვერ იძინე? თვალები დაჭყიდა თეკლემ. არა, მე არაფრის მეშინია, მაგრამ ჩემს მშობლებს ძალიან. მშობლები შვილების შინაგან სულიერ სამყაროს უნდა გავუფრთხილდეთო, ასე მითხრეს. ფეხსაცმელებს დახედა ტასომ. რაო? რა უსამართლობა ასეთი სიმკაცრე? ეგეთი შინაგანი რამეები გართობასთან რა კავშირშია? აღშფოთდა მარიამი. და ახლა შენ რითი უნდა გაერთო? ჩვენ გათხოვებთ ხოლმე ტელეფონებს. არი დარდო? დაამშვიდა თეკლემ ტასო. მარიამაც მაშინვე თანხმობის ნიშნად მეგობარს თავი დაუქნია. ბავშვების საუბარ შემთხვევით თეკლეს ბებოც ისმენდა. ბავშვებთან ახლოს ჩამოჯდა, მიუალერსა და უთხრა. გოგონებო, მამაზებო, ტასოს მშობლები მართლები არიან. თელ დღეს აქ სხედხართ, ტელეფონებს ჩასცქერით და მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები ხართ, ორ სიტყვას ძლივ-ძლივებით თუ გაცვლით ხოლმე ერთმანეთში. ბავშვებმა ერთხმად იმართლეს თავი. ასე სულაც არ არისო, ერთად ძალიანაც კარგად ვერთობით. აბა რით უნდა გავერთოთო და კოპებიც კი შეჰყარეს წყენის ნიშნად. ბებომ თავი გადააქნია და თქვა.
ხომ ნახეთ ლუკას რა დაემართა? ეს იმიტომ, რომ დროს სწორად არ ანაწილებთ. არავინ ამბობს, რომ ასეთი გასართობი სულ უნდა აიკრძალოთ, მაგრამ ქვეყნად სხვაც უამრავი რამაა საინტერესო. მაინც რა? დაინტერესდა მარიამი. დაჯერობანა და დახუჭობანა საბავშვო თამაშებია. ჩვენ კიდევ უკვე დიდები ვართ. დიდები ხართ, გეთანხმებით. ამიტომ ვფიქრობ ლუკას დახმარებაც შეგიძლიათ. სერიოზულად თქვა ბებომ. ლუკას დახმარება? როგორ უნდა დავეხმაროთ ლუკას? ექიმს უთქვამს, სუფთა ჰაერზე უნდა იყოსო და დღეს სოფელში მიყავთ. ერთადაც კი ვერ ვიქნებით ამ ზაფხულს. მოწყენით თქვა თეკლემ. ექიმი მართალია, მაგრამ ახალგაზრდა იქნებოდა და ჩემი ბავშვობის დროინდელი საიდუმლო წამალი არ ეცოდინებოდა. ბოლო სიტყვები იდუმალი ხმით წარმოთქვა ბებომ. საიდუმლო წამალი? ეგ როგორ? დაინტერესდა ტასო. ეგ წამალი უნდა ვუყიდოთ ლუკას? სიმართლე რომ ვთქვათ, ის რაც ლუკას უშველის, აფთიაქის წამალი არაა. უფრო იმის თქმა შეიძლება, რომ ეს დამალული განძია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მისი პოვნა. თქვა ბებომ და გარშემო მიმოიხედა ხომ არავინ მისმენსო. ასეთი რა არის? გაოცდა თეკლე. სიმამაცის ყვავილი. თქვა ბებომ ისე ხმადაბლად თითქოს მთელ სამყაროს უმალავდა ამ საიდუმლოს. სიმამაცის ყვავილი? სად უნდა ვიშოვოთ? იკითხა მარიამმა. სწორედ ამ დროს სადარბაზოს კარი გაიღო და ეზოში ლუკა გამოვიდა. მიდით, მეგობარს დაემშვიდობეთ და დანარჩენს მერე მოგიყვებით. ბებომ გოგონებს თავზე ხელი გადაუსვა და თან კეთილად ჩაიცინა. ბავშვები მანქანას მიეჭნენ, ატეხეს ერთი ჟივილხივილი. ისედაც ხომ ყოველ საღამოს დიდი სამბით ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს და წარმოიდგინეთ ნამდვილი გამგზავრებისას რას იზამდნენ. გოგონები სათითაოდ გადაეხვნენ მეგობარს, თავიანთი ახალი საიდუმლოც უჩურჩულეს და დაჰპირდნენ სიმამაცის ყვავილს აუცილებლად დაგახვედრებთო. ლუკა რომ გაემგზავრა, გოგონები ბებოს შემოეხვნენ და კითხვები დააყარეს. ბებომ გოგონებს გაანდო, რომ ყვავილი შეიძლება იყოს ყველგან. ეზოში, ხეებზე, იქვე ახლოს მდებარე პატარა ტბაში, მინდორში ან საქანელების პარკში. ის მანამდე არ გამოჩნდება, სანამ არ დაამტკიცებთ, რომ ნამდვილი მეგობრები ხართ. ხარში უდგახართ და გულით ეხმარებით ერთმანეთს. გოგონებმა გადაწყვიტეს, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, ყვავილი ეპოვათ. მეორე დღეს დილა უთენია შეიკრიბნენ ეზოში. ცოტა ხანს დაბნეულები იხედებოდნენ აქეთ-იქით, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ძებნა უნდა დაეწყოთ. მიიხეთ-მოიხედეს და იქვე მდგარი ტოტებ გაშლილი ხე შენიშნეს. გაახსენდათ ბებოს ნათქვამი, ხეზეც შეიძლება იყოს დამალულიო და შორიდან დაწყებას პირველივე ხეზე აცოცება არჩიეს. სულაც არ გამოდგა მარტივი საქმე. მანამდე არც ერთს არ მოსვლია თავში აზრად ხეზე ასვლა ეცადა. და ახლა არ იცოდნენ კიბის გარეშე ეს როგორ უნდა მოეხერხებინათ. ხან აქედან უარეს, ხან იქიდან. ასეც ცადეს, ისეც მოინდომეს, ხან ფეხზე გაიხადეს, ხან თოკი მოაბეს ტოტს და დღის ბოლოსკენ ერთმანეთის დახმარებით როგორც იქნა ხის ქვედა ტოტზე აცოცდნენ. ისე დაიღალნენ დღის ბოლოს არც ერთს აღარ ჰქონდა ლაპარაკის თავი და დასაძინებლადაც უჩვეულოდ მალე დაწვნენ. მეორე დღეს კიდევ უფრო მონდომებულები გამოვიდნენ ეზოში. ხეზეც უფრო მოხერხებულად აცოცდნენ და ფრთხილად, მაგრამ გულდასმით გამოიკვლიეს ყველა ტოტი და ფუღურო. 2-3 დღეში ახლო-მახლო ხე არ დარჩენილა რომ არ ასულიყვნენ და ძირის ძირობამდე არ გადაეჭხრიგად, მაგრამ უშედეგოდ. სიმამაცის ყვავილი არსად ჩანდა. ლუკას ჩამოსვლამდე ერთი თვე ჰქონდათ, ამიტომ დილიდანვე თავდაუზოგავად იწყებდნენ ძებნას. ხეების მერე პარკს მიადგნენ. მონდომებით და თავზე ხელაღებით ქანავდნენ ყველანაირ საქანელაზე. იქნებ ასე მაინც ჩამოვარდეს ის ყვავილიო. არც 2 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი აიწონა და იწონას გამოტოვება ღირდა და სასრიალოებზეც ხან წაღმასრიალებდნენ და ხან უკუღმა. პატარა ტბაში დღითი-დღე სულ უფრო და უფრო ღრმად ბედავდნენ ნავით შესვლას. თავგამეტებით დარბოდნენ მინდორში, ჩხრეკდნენ ბალახებს და ბუჩქებს. ამდენ სირბილში და ძებნაძიებაში უბნის ყველა კატა და ძაღლი დაიმეგობრეს. ზოგჯერ საღამოობით თუ მეტის მეტად არ ჰქონდათ ქანცი გაწყვეტილი, ვიდეოზარით ურეკავდნენ ლუკას და თავიანთ ამბებს უყვებოდნენ. ლუკაც არ იყო მოწყენილი. სოფელში ახალი მეგობრები გაეჩინა და გოგონებს თავიანთ საგმირო საქმეებზე უყვებოდა. თან იმუქრებოდა, აქ ჩვენ იმდენ დავრბივართ, თქვენზე ადრე ვიპოვით სიმამაცის ყვავილსო. ასეთ თავდაუზოგავ ძებნაში გავიდა მთელი თვე. ზაფხულიც მიილია.
ერთ დღესაც, როდესაც გოგონები ხის ტოტებზე შოშიებივით ჩამომსხდარიყვნენ და რაღაცაზე გაცხარებით ბჭობდნენ, დაბლიდან ლუკას ხმა შემოესმათ. გოგოები გაწაფულად დაეშვნენ ძირს და მეგობრის დაბრუნებით გახარებულებმა ერთი ხტუნვა და ჟიվել ხივილი ატეხეს. ოთხივეს ლოყები უღაჟღაჟებდა. იმდენი რამე ჰქონდათ მოსაყოლი, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ. ამ ამბავში რომ იყვნენ, ეზოში თეკლეს ბებო გამოჩნდა. მეგობრები ბებოს შემოეხვინენ და დანანებით ამცნეს, რომ მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. სიმამაცის ყვავილს ვერსად მიაგნეს. ვერც ქალაქში იპოვეს და ვერც სოფელში. თუმცა კი ნამდვილად ძალიან მონდომებულები ვეძებდითო. ბებო მონატრებულ ლუკას გადაეხვია და ბავშვებს უთხრა. რას ამბობთ? როგორ ვერ იპოვეთ სიმამაცის ყვავილი? მე ვხედავ რომ იპოვეთ. თანაც ერთი კი არა, 4 ყვავილი. 4 ყვავილი? 4? როგორ? პირი დააღო მარიამმა. აბა, სად არის? ძალიან გაუკვირდა თეკლესაც. თუ ვიპოვეთ, რატომ ვერ ვხედავთ? დაინტერესდა ტასოც. ლუკამ ინტერესით მიმოიხედა გარშემო, იქნებ სადმე პირველმა მოუკრა თვალი ყვავილსო. ბებომ ღიმილით აუჩეჩა ლუკას თმა და თქვა. ჯადოსნური სიმამაცის ყვავილი თქვენს გულებში გაიფურჩქნა, ბავშვებო. აბა გაიხსენეთ, სანამ ლუკა გაემგზავრებოდა, რომელი გაბედავდით ხეზე აძრომას, ტბაში შეცურვას, ან თუნდაც საქანელაზე ასეთი გამეტებით ქანაობას. არც ქუჩის ცხოველებზე ზრუნავდით. თქვენც და ლუკაც თავის ახალ მეგობრებთან ერთად მთელი თვე ყვავილის ძებნაში ერთმანეთს ამხნევებდით, გვერდში ედექით, ხელს აშველებდით და ასე მოერიეთ შიშსაც, სიზარმაცესაც და მოუქნელობასაც. და აღარც ფანტაზიის ნაკლებობას უჩივით, როცა თამაშს იწყებთ. სიცილით დაამატა ბებო. ბავშვებს ძალიან გაუხარდათ, როცა გაიგეს, რომ თურმე სიმამაცის ყვავილს გულით ატარებდნენ. უბრალოდ უნდა შეემჩნიათ და გაფრთხილებოდნენ. ამიტომ პირობა დადეს, რომ ყოველთვის მოუფრთხილდებოდნენ მას და სულ უფრო ხშირად ითამაშებდნენ ერთად საინტერესო თამაშებს. ასე დაეხმარებოდნენ ერთმანეთს გამამაცებაში და სხვადასხვა შიშის დაძლევაში. სიბნელის, სიმაღლის, სიჩქარის ან თუნდაც ღამით საწოლის ქვეშ არარსებული მონსტრების შიში რამოსატანია, როცა გარს ამდენი მეგობარი გახვევია, გულის სიღრმეში მოელვარეს სიმამაცის ყვავილით.